ვაიმე, დიდი მადლობა. მაშინ ცოტა ხანი დაიჭირე. ცოტა ხანი დაიცი. მოგეთ, ყველა ფინალისტი უბრალოდ დასაჩუქრებულია და მე ასეთვე მართლა არ მომხდარა. ვფიქრობ არც ასეთი საჩუქრები არავის არ მიუღია არასდროს მე მგონი არც ერთ ტელესივრცეს არ ახსოვს ესეთი საოცარი დასაჩუქრება და მე ალბათ მაყურებლები დამეთანხმებიან რომ ჩვენმა ფინალისტებმა ზღვა მიიღეს საჩუქრების და თქვენ ძალიან კარგად იცით რომ ეს ყველაფერი არ არის რადგან ნიჭიერის გამარჯვებული თავის ტიტულთან ერთად მიიღებს სწორედ აი ამ გასაღებს იმ ნომრისთვის რომელიც ბათუმის აპარტ ოტელში გახლავთ და მე რაღაცა საიდუმლო ვიცმე რომ ვერ ვიცმე რა ისეთი ამბები დაწვა და უნდა ვთქვა რაღაცა ესე იგი საქართველოს ბანკმა და ჟიურიმ ჩვენს ფინალისტებს სასწაული საჩუქრები მოუგზადეს ეს ყველაფერი არ არის ამაზე ოდნავ მოგვიანებით მაგრამ სიურპრიზს გვირდებით და მანიკო მოდი გადავიდეთ თავარზე კი ნამდვილად უნდა გადავიდეთ სანამ გადავალთ კი აუცილებლად უნდა გადავიდეთ და მინდა გითხრათ რომ თავარი მომენტი ჯერ არ დამდგარა იმიტომ რომ სულ ცოტა ხანში ეს ის სამია სულ ცოტა ხანში ჩვენ გავიგებთ იმ ადამიანის ვინაობას რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში ველოდებოდით და ამ ადამიანებმა გამოიარეს ურთულესი კასტინგები და კიდევ უფრო რთული ნახევარფინალები და ეხლა ფინალში მხოლოდ და მხოლოდ თქვენს გადაწყვეტილებაზეა ყველაფერი თქვენ უნდა აირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ახლოვდება ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეხლა გაქვთ ის შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ყოველი წამი გამოსაყენებელია იმისათვის, რომ გამოავლინოთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი და თქვენ ამისთვის გაქვთ 45 წამი. წამწომი ჩაირთო! ამ წუთიდან ზარები აღარ შემოვა ეს იმას ნიშნავს რომ ხალხმა უკვე გააკეთა არჩევანი და ჩვენ უკვე ყავს წლევანდელი მესამე ყველაზე მაგარი სეზონის ტრიუმფატორი რომელსაც ჩვენ ძალიან მალე გავიგებთ ღმერთო ჩემო დღეს ეს ის შემთხვევა როდესაც ნამდვილად არ მინდა ჩვენი ფინალისტების ადგილას ყოფნა ამ წამს იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ალბათ არც ვიცი წარმოუდგენლად ნერვიულობენ ისინი მე კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხოდა ყველა კომპანიას რომლებმაც დააჯილდოვეს ისინი და ეხლა დაპირებული სიურპრიზი ძვირფასო მაყურებლებო ჟიური ახლა დაასახელებს თავის ფავორიტს და გადასცემს ძალიან მაგარ პრიზს გეგა გისმენთ ესე იგი ძალიან ბევრს უყურეთ და ბოლოში დაგვრჩა 12 ყველაზე საუკეთესო რომლიდანაც არჩევა რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო მაგრამ ჩვენ ვიბჭეთ და ხო კარგი პრიზი გვაქვს რომელიც არის არაჩვეულებრივი ახალთახალი ძალიან სწრაფი ძალიან ძლიერი ავტომობილი Hyundai აქცენტი აი უკან ეკრანზე ჩანს მაგარია გადაეცემა ჟიურის რჩეულს ვის ნონა გიუნაში გილოცა ნონა ძალიან მაგარი პრიზებია მოკლედ გაგიჟებული ვარ მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ესეც არ არის ყველაფერი არა ჩვენს პარტნიორს საქართველოს ბანკს ექვთ არაჩვეულებრივი საჩუქარი და მისი წარმომადგენელი მინდა ამ სცენაზე მოვიხმო ამ სასწაული პრიზის გასაჟღერებლად ნინი ბუგია სასწაული დღეა სასწაული საოცრება მართლა ნინი მოგესალმები საღამო მშვიდობისა
პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი აუდიტორია ხართ. დიდი მადლობა ძურფას ჟიურის და რა თქმა უნდა ყველა ნიჭიერს. თქვენ რო არა ეს შოუ ასეთი ფანტასტიკური არ გამოვიდოდა. საქართველოს ბანკი აი უკვე 2 წელი არის პროექტ ნიჭიერის მხარდამჭერი. შესაბამისად საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ნიჭის განვითარება საქართველოში. ამის გამო შეიქმნა ნიჭის განვითარების ფონდი, სადაც სულ ჩარიცხულია თქვა 180,000 ლარი. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, თიკა, რომ დღეს ყველა გამარჯვებული არის. ანუ დღეს 12-ვე ფინალისტი დაფინანსდება ამ ფონდის მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ მარიამ დალალიშვილს 10,000 ლარი. ალიგატორს 10,000 ლარი. ნინიკოს 10,000 ლარი. ნონა შენ 10,000 ლარი. ოთო აკარცას 10,000 ლარი. 10,000 ლარი ლურჯნელქანს. საქართველოს ბანკის რჩეულს 10,000 ლარი ასევე. თესელვარს 10,000 ლარი. ჯგუფ დაიმონდს 10,000 ლარი ასევე. შენ საყვარელო ლუკა 10,000 ლარი. აკრობულს რა თქმა უნდა 10,000 ლარი და შენ საყვარელო ლამაზო ლენკა 10,000 ლარი შენს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ეს ყველაფერი არ არის. მე ხომ თქვი 180,000 თქვა. საქართველოს ბანკი აქვე სიამაყი თავის რჩეულსაც გამოაცხადებს თუ ნებას დაგვთავ. მე საქართველოს ბანკის რჩეული დღეს არის ძალიან ნიჭიერი და ძალიან მაგარი გოგოები თიკა. აკრობუმი 20,000 ლარი თქვენ. ბრავო! მაგრამ ესეც ყველაფერი არ არის. ესეც ყველაფერი არ არის და თავარი პრიზი გამარჯვებულს, რომელსაც სულ რამდენიმე წამში გავიგებთ ყველა. თავარი ეს კი 2012 წლის ყველაზე ნიჭიერ საქართველოს ბანკისგან დღეს ერგება 40,000 ლარი. ეს ნიშნავს, რომ ჯამში ის 50,000 ლარს მიიღებს. ასე რომ ყველა გამარჯვებულები ხარ, ყველას ძალიან დიდი მადლობა. სიტყვები არ ყოფნის, სიტყვები. ასეთი რამ არასდროს არ მომხდარა მე. დიდი მადლობა საქართველოს ბანკს, დიდი მადლობა. საქართველოს ბანკმა მართლაც წარმოუდგენელი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ნიჭიერს, ჩვენ ფინალისტებს. ღმერთო ჩემო, არა ვარ კარგად ვანიკობიშველე. მოკლედ ძალიან ძნელია ამ ყველაფრის მერე დამშვიდება, ყველას გილოცავ და საჩუქრებს. გამარჯვებული მაგრამ ვანიკო, ეხლა უნდა გადავიდეთ ყველაზე მთავარ ნაწილზე. მოვემზადოთ ყველა. ჩვენ გვაქვს შედეგები. ძალიან სიჩუმეს რომ მე კარგად გავიგო და ზუსტად დავასახელო ეს რაოდენობა. თუში 93,163 ზარი. ხმების 28,2% მიიღო მხოლოდ ერთმა კონკურსანტმა. ნიჭიერის მესამე სეზონის გამარჯვებული გახდა ხატვარი გორიდან გრანდიოზული პროექტი სასახელად ნიჭიერი. კიდევ ერთხელ მიულოცოთ ნონა. ნონა 2012 წლის ყველაზე ნიჭიერი ადამიანი. გილოცავთ ყველა ხალხო, ეს არჩევანი თქვენ გააკეთეთ. ბრავო! ღმერთო ჩემო, ვანიკო. სასწაული. მე არ ვიცი. დღეს მე ნახოთ რომ დავიძინებ იმდენი ემოცია მივიღე. ძალიან დიდი მადლობა დარბაზს. დიდი მადლობა. საქართველოს ბანკს და ყველა იმ სპონსორს, რომლებმაც ესეთ დაასაჩუქრეს ჩვენ
ჩვენი ფინალისტები ვანიკო მადლობა შენ მადლობა შენ თიკა ყველა ადამიანს ვისმუშაობთ ამ პროცესში ჩვენ გემშვიდობებით